ქართული ოცნება არამხოლოდ იმათ უსწორდება, ვინც ქუჩაში მას აკრიტიკებს, არამედ ყველას, განურჩევლად მისი პოლიტიკური კუთვნილებისა. ოცნების რეჟიმი ახლა ცდილობს ხმის ამოღების უფლების საბოლოო წართმევას თითოეული ჩვენგანისთვის. მშრომელებისთვის ჭიათურაში, კაზრეთში, ტყიბულში და სხვაგან, რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცურებში, რიონის ხეობაში, ბალდაში და სხვაგან ცხოვრობენ. დღეს საქართველოს ბევრი მოქალაქე აცნობიერებს, რომ აღმოჩნდა სიტუაციაში, სადაც სრულიად დაუცველია და თავისი სიმართლის პოვნის შანსი აღარ აქვს, რადგან პოლიციასთან და მის შიშველ ზალასთან სრულიად მარტო აღმოჩნდა. დღეს ამაზე უკვე ის ადამიანებიც საუბრობენ, ვინც რამდენიმე თვის წინ თავს ოცნების მხარდამჭერებად მიიჩნევდნენ. ქართული ოცნების მომხრეებმაც, ოპოზიციურად განწყობილებმაც და პოლიტიკის მიმართ სრულიად ინერტულებმაც იციან, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში ივანიშვილის რაზმებმა რომ დაგაკავონ, ან სახლან ჩაგისახვდნენ, ან გცემონ და მოგიტაცონ, სრულიად მოსალოდნელია და ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. მოდით ვნახოთ, რა მექანიზმებს იყენებს ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი ხალხის დასაშინებლად. რას ამბობდა ივანიშვილი 2012 წელს. მე ვაცხადებ, რომ არ იქნება პოლიტიკური დევნა, ეს მაქვს მხედველობაში და საჯარო მოხელეების აბსოლუტური უმრავლესობა შეინარჩუნებენ საკუთარ ადგილებს. უკანასკნელ პერიოდში ასობით საჯარო მოხელე გათავისუფლდა თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ გამოხატეს კრიტიკული აზრი ხელისუფლებაზე, ან მონაწილეობა მიიღეს საპროტესტო აქციებში. მშრომელები, რომელთა გამოცდილება ქვეყნისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, უბრალოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ არ იყვნენ ლოიალურები მმართველი პარტიის მიმართ. საჯარო მოსამსახურებთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის კონსტიტუციის 78 მუხლის ინფორმაციით, საჯარო სამსახურებიდან უკვე 8-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, მხოლოდ საჯარო რეესტრიდან 200-ზე მეტი ადამიანია გათავისუფლებული. ეს ცხადია შიშის დათესვას ემსახურება, რომ სისტემა პარტიის სამსახურში იდგეს, რაც საბოლოოდ აფერხებს პროფესიონალთა საქმიანობას და რასაც საბოლოოდ გარდა მოქალაქეების მასობრივი დათხოვნისა საჯარო ინტერესები ეწირება. ქართული ოცნება არ ჯერდება საჯარო სექტორის წმენდას და კერძო კომპანიებსაც ავალებს იმ ადამიანების სამსახურიდან გაყრას, ვინც ხმის ამოღებას ბედავს. 2024 წლის მიწურულს ტყიბულში კომპანიამ 30-მდე მეშახტე გაუშვა სამსახურიდან. ზოგი მათგანი მუშათა გაფიცვებში და პროტესტში მონაწილეობისთვის. ზოგიც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრებების ქონის გამო. პოლიტიკური დევნის მსხვერპლები ვართ უყველა. გამოგვიშვა სამუშაოდან. მე უმუშავარი დამტოვეს. მეუღლე უმუშავარი, შვილი უმუშავარი, პატარა შვილიშვილი 50 ლარი უნდა მივცე. ყოველ 3 დღეში პატარა შვილიშვილზე საჭმელი მიუტანო და იმის საშუალებაც აღარ დამიტოვეს და თვითონ გასუქებულები ორსართულიანი ჯიპებით დადიან და ჩვენ შეერები მიყვარეს აგერ. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ იყენებს ავტორიტარული ხელისუფლება ეკონომიკურ ბერკეტებს მოქალაქეების გასაჩუმებლად და მათზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად. კიდევ უფრო გაუგონარი სიტუაციაა ჭიათურაში. ქალაქში არსებული გამუდმებული კრიზისის გამო, ისი დასტურით რეგიონში არსებული უკიდურესი სიღარიბე და დამდგარი ეკოლოგიური კატასტროფაა, მაღაროელებმა მანგანუმის მოპოვებითი და გადამამუშავებელი ინდუსტრიის ნაციონალიზაცია მოითხოვეს. მაღაროელები ითხოვდნენ იმ დოკუმენტის ბათილად ცნობას, რომლის საფუძველზეც ნაციონალურმა მოძრაობამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი კერძო კომპანიაზე 2006 წელს 40 წლით გაასხვისა. მაღაროელები თვეების განმავლობაში ითხოვდნენ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას, რათა ჭიათურაში არსებულ გაუსაძლევ მდგომარეობაზე მისთვის პირადად მოეთხოვათ. თუმცა კობახიძემ და სხვა მოღალჩინოსნებმა არა უბრალოდ მშრომელებთან ლაპარაკი უკადრისეს, არამედ ხმის ამოღებისთვის და ღირსების დაცვისთვის სამაგალითო სჯიან 4 ჭიათურელს: მერაბ სარალიძეს, აჩიკო ჭუმბურიძეს, გიორგი ნეფარიძეს და თენგო გველესიანს. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას ედავება, რაც 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბევრი მითმინეთ, ბევრი გთხოვეთ, ბევრი მოგთხოვეთ, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ შრომელი ხალხისთვის მოგესმინათ, ადექით და ვინც ჩვენ გვემტერება, ისინი მიიწვიეთ და მათთან დაჯექით მოლაპარაკების მაგიდასთან. ნაცვლად მშრომელებთან შეხვედრისას საგულისხმოა, რომ წერილის გავრცელების დღეს კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდა და რა გასაკვირია, მათი უმრავლესობა ქართული ოცნების შემომწირველია, ან მასთან გარიგებულია. ირაკლი რუხაძეს, ნოშრევან ნამორაძეს, ირაკლი გილაურს, დავით ბეჟუაშვილს, ილია წულაიას, ირაკლი კორღელიძეს, თემურ ჭყონიას, თამაზ გაიაშვილს კობახიძემ უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ქართულ ოცნებას ინდუსტრიულ ქალაქებში კონტროლის დასამყარებლად რუსი ბიზნესმენი მიხაილ სოტკი ეხმარება, რომელსაც ჯერ ტყიბულის შახტები გადასცეს, ის სამთო მომპოვებელი საწარმო საქმნახშირის გენერალური დირექტორია, მაღაროელების პროტესტზე პასუხად კი ჭიათურის მაღაროები ჩააბარეს, როგორც კრიზის მენეჯერს. ჭიათურის მაგალითი ყველაზე ნათლად ამხელს ქართული ოცნების ტყუილებს. ისინი თვეების განმავლობაში ლაპარაკობდნენ სუვერენიტეტზე, თუმცა როდესაც რეალურად შეეძლოთ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ამერიკულ-უკრაინულ ოლიგარქიისგან და მასთან შეკრული ადგილობრივი კაპიტალისტებისგან ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაბრუნება, მათ ამას მშრომელთა პროტესტის საპოლიციო მოქმედებებით
მუქარითა და შანტაჟით გაჩერება ამჯობინეს. სახელმწიფოს მხრიდან პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად შრომელების შანტაჟი და ტერორი, როგორც ეს ნეოლიბერალიზმის საუკეთესო ტრადიციებშია. იგივე მდგომარეობაა საირმეშიც. აქ 13 ჰექტარი ტყე ქართულმა ოცნებამ 40 წლით ბიზნესმენ თემურ კოხოძეს გადასცა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად. კოხოძე წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო. ამას მოქალაქეები უკვე თვეებია უწყვეტად აპროტესტებენ. 16 ივლისს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის ვეფხია მესხია სახლში ანონიმური შეტყობინების საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა. ვეფხია მესხია ამბობს, რომ საპოლიციო მოქმედებები საირმეში მიმდინარე პროტესტთანაა დაკავშირებული. უკვე ისგან აგეს, ვინ გაივლის, სად გაივლის. ჩემი ტერიტორია არის ალყაში სამონადირეო მეურნეობაში, ესე იგი, აი ყოფიდან, აი როგორც ჭიშკრიდან გადავდივარ, უკვე სამონადირეო მეურნეობაში ვხდები. ჩვენ სახლამდე მისასვლელზე უყენიათ ფოტოხაფანგები და ვიკონტროლებენ, ვინ შევა, ვინ გამოვა, რამდენი სტუმარი მოვა ჩვენთან და რამდენი სტუმარი წამოვა. დღეს უკვე ივანიშვილის გუნდი პირდაპირ და ღია მუქარაზე გადავიდა იმ მოსახლეობის მიმართ, რომელიც უპირისპირდება ან აპირებს მომავალში დაუპირისპირდეს სრულიად ბუნდოვან ჰიდროპროექტებს. ქართული ოცნება გეგმავს ათობით დიდი და მცირე ჰესის აშენებას მთელ საქართველოში, თუმცა პარალელურად ენერგოპოლიტიკაზე საჯარო საუბარს გაურბის. რა სიმძლავრის ელექტროენერგია დასჭირდება საქართველოს მომავალში? როგორ უნდა მიაღწიოს ქვეყანამ სრულ დამოუკიდებლობას ენერგეტიკულ სფეროში? ეს მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში და განხილულ იქნას ღია და ინკლუზიურ ფორმატში საზოგადოების ჩართულობით. ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველოში აქტიურად დაიწყო ოპერირება კრიპტოსაწარმოებმა, რომელთა ძირითადი ნაწილი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში მდებარეობს. დღეს საქართველოში 4 ასეთი ზონაა: ფოთის, ქუთაისის ჯორჯიან ინდუსტრიალ გრუპის და ჰუალინგის და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თიზები. სწორედ აქ მოქმედი საგადასახადო შეღავათები ნულოვანი მოგების, ქონების, დღგ-სა და იმპორტის გადასახადები გახდა განსაკუთრებით მიმზიდველი მსხვილი მაინინგ საწარმოებისთვის, რამაც მათ ოპერირება გაუადვილა და ხარჯები შეუმცირა. კრიპტოვალუტის საწარმოები ელექტროენერგიას ფულად აქტივებად გარდაქმნიან. უფრო ხატოვნად რო ვთქვათ, საქართველოს დინარეების მიერ გამომუშავებული ენერგია მიდის გაურკვეველი კომპანიებისა და პიროვნებების ჯიბეში. ისინი მდიდრდებიან ისე, რომ მინიმალურ გადასახადებასაც არ იხდიან ბიუჯეტში, რადგან თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ოპერირებენ. ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 1.3%-ით გაიზარდა. პირდაპირი მომხმარებლების კატეგორიაში აღსანიშნავია კრიპტო მაინინგ კომპანიების მოხმარების გახუთმაგება, რაც საერთაშორისო ბაზარზე კრიპტოაქტივების ფასების ზრდამ და ახალი საწარმოების დამატებამ, ძირითადად თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში გამოიწვია. ეს არის ენერგიის გადაქცევა პირად სიმდიდრედ, ქვეყნის ეკონომიკისთვის რეალური დამატებითი ღირებულების შექმნის გარეშე, მინიმალური საგადასახადო შენატანებით. შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის გუნდმა ფულის მჭრელ დანადგარს მიაგნო, რომელსაც სჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგია ასობით მილიონის გამოსამუშავებლად. ეს ყველაფერი უფრო ნათელს ხდის ყობახიძის და სხვების მუქარანარევ ტონს იმათ მიმართ, ვისაც რაიმე კითხვა ან წინააღმდეგობა აქვს ლამის საქართველოს ყველა ხეობაში ჰესების აშენებასთან დაკავშირებით. არ უნდა გამოგჩეს ისიც, რომ ოცნების პარლამენტი გამუდმებით იღებს ახალ კანონებს, შეაქვს ცვლილებები ძველში, რათა პოლიციური მეთოდებით სახელმწიფოს მართვას, ადამიანების დაშინებას და შანტაჟს კანონიერი საფუძველი ჰქონდეს. მათ გაამკაცრეს სისხლისა და ადმინისტრაციულ სამართალდაღებათა კოდექსი, გაზარდეს ჯარიმები და პატიმრობის ბადები. უამრავი იმგვარი ნორმა დაბრუნდა, რის გამოც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას ვაკრიტიკებდით. ოცნების მიღებული კანონები ივანიშვილს და მის ოლიგარქიულ წრეს გადასახადებისგან ათავისუფლებს და ხელსაყრელ პირობებს უქმნის თანხების გასაცეცხლებლად თუ სხვა манипуляციებისთვის. ეს თუ მაგალითად ოფშორში აქვს პიროვნებას, კომპანია, რომელიც ფლობს საქართველოში რაღაც კომპანია, რო გადმოიტანოს დღევანდელი კანონმდებლობით მას გადასახადის გადახდა მოუწევს, მაგალითად თუ ესწავლა მიწოდების კუთხით, მაშინ მოგების გადასახადს გადაიხდის. თუ ესწავლა ჩუქების კუთხით, საშემოსავლოს და მოგების გადასახადს. ეხლა საუბარია რომ ერთჯერადად გადმოტანის მომენტში ეს გადასახადები ვაპატიოთ თუ გადმოვლიან და გაათეთრებენ თავიანთ გათეთრებული სადაც არის. ხმის ამოღება და კითხვის დასმა კი დასჯად იხდება. მაგალითად, მათ მიიღეს ნორმა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო შესაძლოა დაგაჯარიმონ. არ დაგვაუწყდეთ ისიც, რომ ოცნებამ სასამართლოების კარი მედიისთვის დახურა, რათა საზოგადოებამ ვეღარ ნახოს თუ როგორ მიმდინარეობს დატყვევებული ახალგაზრდების პროცესები. შეგიძლიათ მიმითითოთ, რომელია ბატონი ვალერი? ახალი პირდაპირ დგას. ბატონო? აი დგას პირდაპირ. კარგით, მადლობა. რომელი არის აბა? აი ეგ პირდაპირ მიყურებს. მიღებულია პასუხი.
წარსულში 2007 წლის ივლისში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს სასამართლოებში ფოტო და ვიდეო გადაღება ჟურნალისტებისთვის აიკრძალა. მაშინ გირგვლიანი საქმის განხილვა მიმდინარეობდა და ამას იმეორებს ქართული ოცნებას. ხომ ხვდებით რატომაც? ივანიშვილი პირდაპირ ეყრდნობა სასამართლო სისტემაში სააკაშვილის მიერ შექმნილ მოსამართლეთა კლანს, რომელიც მზად არის ნებისმიერ რეჟიმს მოემსახუროს პირადი კეთილდღეობის სანაცვლოდ. მე მირჩევნია ერთი ხოხობი ალაზანზე რომ შეიფრიალებს და ამიტომ ვერ მობერებია. დღეს მუშათა კლასმა უნდა იცოდეს, რომ ივანიშვილის ავტორიტარიზმი ნიშნავს იმას, რომ მომავალში კიდევ უფრო გართულდება გაფიცვებისა და პროტესტების ორგანიზება. საპოლიციო სტრუქტურები კიდევ უფრო ჩაერევიან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტში. გაძლიერდება აზრის კონტროლი, ვინ რას ფიქრობს, ვინ ვის მისცა ხმა და ასე შემდეგ. დაანონსებულია რეპრესიები ხეობებში, რათა ადგილობრივ მოსახლეობას კითხვით დასმის უფლებაც აღარ ჰქონდეს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით. თვითონ ქართული ოცნების მძლავრი მოკავშირეებიც არ არიან უსაფრთხოდ და ამას შიდა დაპირისპირებებიც ადასტურებს. დღეს მიზანი უნდა იყოს მუშათა კოლექტივების ორგანიზება, დამოუკიდებელი პროკავშირების შექმნა, ადგილობრივი წინააღმდეგობების გაძლიერება. მხოლოდ სოლიდარობითაა შესაძლებელი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ავტორიტარიზმი რაღაც არქაული ან შორეული სისტემა არ არის, რომლის ამოკითხვაც მხოლოდ სამეცნიერო თუ სასკოლო წიგნებში შეიძლება. ავტორიტარიზმის სხვადასხვა ფორმები ჩვენ სამეზობლოში შეგვიძლია ვნახოთ. მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც ლამის ყოლა დაიჭირეს ან ქვეყნიდან გაიქცა, თურქეთში, სადაც ძლიერი ოპოზიცია დააპატიმრებს, აღარაფერს ვამბობს რუსეთზე, სადაც ჯერ ყველა აგენტად გამოაცხადეს, დაიჭირეს დოგმა ქვეყნიდან გაქცევა მოასწრო, თუმცა გააქრეს ყველა კრიტიკული აზრი. ავტორიტარიზმმა თავისი სახე იცვალა და ხელკეტით ცემა აღარ სჭირდება, როცა შეუძლია გამოგრიცხოს პოლიტიკური ცხოვრებიდან, ჩაქსვას ციხეში და თან მტრად გამოგაცხადოს, თუმცა პარალელურად არც საპოლიციო ზეწოლას მოერიდება საზოგადოების ყველა ფენაზე. თუმცა ავტორიტარული რეჟიმის დამყარება სულაც არ არის მარტივი, სანამ ჭიათურაში დგას კარავი, სანამ ბალდაში დგას კარავი, სანამ საირმეში არის პროტესტი, სანამ სურებში არის პროტესტი, სანამ მოქალაქეებს თბილისსა და სხვა ქალაქებში აქვთ მუდმივი საპროტესტო კერა, მიუხედავად უდიდესი ფინანსური სანქციებისა, აქ თითოეული დღე შეიძლება 5,000 ლარი დაგიჯდეთ, ჩვენი საზოგადოება ცოცხალია, შესაბამისად არსებობს იმედი.